დაიწყოთ. აბა რა. აკაცი ეს კაცერა მოყვეთ. ვისკის ფესტივალი უკვე წლებიარად საქართველოში ტრადიციად იქცა. ღონისძიებას ამჯერადაც ექსპო ჯორჯია მომასპინძლა. ძალიან ხშირად დავდიოდი სხვადასხვა ფესტივალებზე ევროპაში. აქედან წამოვიდა უკვე იდეა, რომ საქართველოში გაგაკეთებინა კერძოდ ელგუჯა ქარუმიძემ, ჩემმა პარტნიორმა, ავსტრიაშიც პარტნიორია, ავსტრიაში აკეთებენ ფესტივალებს, ვისკის ფესტივალებს. იქიდან წამოვიდა იდეა, რომ მოდი თბილისში გავაკეთოთო და აი ეს იდეა გავასპორციელეთ 2024 წელს. პირველად 21-22 სექტემბერს აქვე ექსპო ჯორჯიაში მესამე პავილიონში გაიმართა პირველი ფესტივალი საკმაოდ წარმატებულად. ძალიან ბევრი სტუმარი ყავდა, ფაქტიურად ვერ დავიტიეთ ეს სტუმრების რაოდენობა და წლევანდელი ფესტივალი უკვე მეოთხე, მეხუთე და მეექვსე პავილიონში მართება. ტერიტორია ესე ვთქვათ 4-ჯერ არის უკვე გაზრდილი და სტუმრებსაც რა თქმა უნდა ძალიან ბევრს ველოდებით. ვაორგანიზებ თბილისში ვისკის ფესტივალს, ასევე მე ავსტრიაში მოვაწეობ ფრანსფეროში, ასევე ვისკის ფესტივალს ვაკეთებთ იქ და იქიდან გამომდინარე გვინდა რომ საქართველოში გადმოვიტანოთ ეს კულტურა, წელს მეორედ ვაკეთებთ უკვე და მოხარულე ვართ უფრო მეტი მომხმარებელი, უფრო მეტი წარმომადგენელი და გვიხარია რომ ნელ-ნელა ვაცნობ საზოგადოებას ამ კულტურას. ყავს კილტი საზოგადოება, ჩემი ჯგუფი ავსტრიიდან, რომელიც შემოგთავაზებთ შოტლანდიურ ფოლკლორს. ქართველები საქართველოს მოსახლეობა მზად იყო უკვე იმისთვის, რომ ვისკი საქართველოში ჩამოგვეტანო და გავეცდოთ ჩვენი მოსახლეობისთვის, თუ როგორ შეიძლება დააგემონონ ისეთი ვისკები, რომლებიც თქვათ დღესდღეობით საქართველოში არ შემოდის, თუნდაც შემოდის საქართველოში, მაგრამ არ იციან როგორ მიირთვან დააგემონონ. როგორი ჭიქით მიირთვან ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის გლენკერნის ჭიქა, რომელსაც ხდება სხვადასხვა უფრო მეტი ტონების, მეტი ცხვირის და ასე შემდეგ დაგემოვნება. ადგილზე შეკრებილი იყვნენ როგორც გურმანები, ისე პროფესიონალი დეგუსტატორები, რომელთაც ერთმანეთს ცოდნა და უნიკალური გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შოტლანდიური, ირლანდიური, იაპონური და ამერიკული დისტილერიების გამორჩეული ნიმუშები. მათ გვერდით კი საპატიო ადგილს იკავებდნენ ქართველი, იმპორტიორები და ენთუზიასტები, რომლებიც ქართული ბაზრის განვითარებაზე ზრუნავენ. წელს უფრო გაფართოებულია, უფრო დიდი გამოცდილებით მოწყობილია და მე მგონი რომ წელს ბევრად დავიწყარი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც აქ მოდის, იმიტომ რომ აქ არ არის მხოლოდ რაღაც პროდუქტის გასინჯვა, აქ რაღაცა ემოციების ძალიან დიდი გაზიარება ხდება, განსაკუთრებით იმ პროდუქტის მიმართებაში, სადაც ადამიანს არა მხოლოდ სიყვარული აქვს პროდუქტი მიირთვას, არამედ ის ეძიოს, მოძებნოს, გაიცნოს, ახალი გასინჯოს. აი ასეთი ადამიანებისთვის ძალიან ემოციური ხდება ეს ყველაფერი. შესაბამისად აქვს ხოლმე ასეთ ფესტივალებს ძალიან დიდი ფასი. რაც ეხება ვისკის დაემაპატიონ შოტლანდიელებმა, მაგრამ ირლანდიური ვისკის ტბიალი ვარ. ჯეიმს ჯოისის ცნობილი ულისეს საკითხვის შემდეგ თვითონ ნაწარმოებშივე მომეწონა ირლანდიური ვისკი და შემდეგ გავყევი ამ თემას, გავეცანი მისნაირ სახეობებს, რა თქმა უნდა ირლანდიური ლუდიც, რომელიც აგრეთვე გვხვდება, აქედან გამომდინარე დღეს ირლანდიაო. ვისკი არ არის მხოლოდ ალკოჰოლი, ის ამბავია, რომელიც საუკუნეებს მოიცავს. ფესტივალი კი ადგილი, სადაც ამ ამბის ნაწილი ჩვენც გავხდით.